გითხრა რომ ველოდიო დამიჯერებ რა თქმა უნდა არ ველოდი გაგვაცნო რომ შვილია ჩემიო ესო და აგერ ყავდეთო ჯერო პრემიერ-მინისტრი ჯერ შესაძ-მინისტრი იყოსო მე პრემიერ-მინისტრიო შვილივით უზრდიდი ამდენი ხანიაო და აგერ მიიღე საქართველოს და რა ვიცი ხა ვაღი ხო რა თქმა უნდა აღიარება მარტივი დაკვირვების საგანია რომ ყველაზე დიდი ხანი საქართველოში ძალაუფლების საჭეთ მყრობელი ქართული ოსნების პირობებში იყო ბატონი ღარიბაშვილი ყველაზე მეტჯერ ეკავა როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ისე მთლად ქვეყნის მმართველის პოზიცია არა წყალებში რა თქმა უნდა ძალაუფლების საჭეთ მყრობელი და ის ვინ არის მის საჭესთან აგერ კარგად გამოჩნდა ეხა არაფერ ჩემთვის ეგ არის რაღაცა ისეთი კრონოსის პარადიგმა დღეს ხშირად ვიყენებ ამას ხო ბერძნული ისმები ხო საკუთარი შვილების ჭამის ამბავი არის რომ ეს არის ერთგვარი ხელშეწირვა ძალაუფლებისადმი ეს არის დემონსტრირება იმისი რომ ის ყველაფრისთვის მზადაა მათ შორის საკუთარ შვილობელსაც თავი მოაჭამოს იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ერთის მხრივ ეს არის ან მისგანა ეს ძალიან ისეთი პიროვნულ ამბიდან თუ გამოვარდა პიროვნული პოლიტიკური საკითხიდან მეორეს მხრივ ეს არის კატასტროფული აპოკალიფსური აღიარება ფაქტიურად, იმიტომ რომ ხო ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ლაპარაკი არის, როცა საპროცესო გარიგებას დებ, ესე იგი თანხმდები იმაზე, რომ დამნაშავე იყავი ამ ყველაფერში, რასაც გაბრალებენ. ერთის მხრივ დამნაშავე კონკრეტულ ფულის ლეგალიზაციაში და კორუფციის კეისებში, მეორეს მხრივ მფარველობაში მთელი სინდიკატის მერაბ ხო კორუფციული, სადაც ერთი ნაწილი უშიშროების ხელმძღვანელი ჩვენ უსაფრთხოება რომ უნდა ებაროს, ის ბავშვებს პარავდა ფულს თურმე, მისი მინისტრი რომელიც მაკაცია მისიდან ჯარის კაცებს პარავდა ფულს და აი ეს ჯოჯოხეთი თურმე ნორმალურია და ამას აღმოაჩენს მე რამდენი 13 წლის თავზე ეს კეთილი კაცი სტალინის ფენომენის შემოდა რომ სტალინმა არიცოდა აღმოაჩინა და აღმოფხრა და დედა რადიდებული ამბავი მოხდა და არ ილექება ეგრე მარტივად ეგეთი ამბები საზოგადოებაში ყველამ ძალიან კარგად დაინახა რომ აი რაღაცა განსხვავება ერთის მხრივ საზოგადო ქვეყანა რომელშიც 10 წლის მანძილზე პურის ფასი გაორმაგდა აი ეს ქვეყანა სადაც პურის ყიდვის პრობლემა არის ხელსახელფასო სტაგნაციის პირობებში და მეორე მხრივ არსებობენ ვიღაცა რომეოები და ჯულიეტები, რომლებიც ამბობენ რომ კარგით რა ხალხო რა მოხდა ვის არ უნახია კარტიეს თბილისში ვის უკვირს კარტიეს ხელსაბამიო რა $15000 როგერს ვის უკვირსო თბილისში იძახის ქალაქში სადაც 300000 ბავშვი შიმშილობს იუნესკოს დასკვნით და 800000 პენსიონერია რომელსაც 20 ლარით პენსია გაუზარდეს და 700000 სასოციალურად დაუცველი ამ ქვეყანაში ამ ქალაქში იძახის რომ ვის უკვირსო აი ეს რეალობა მივიღეთ და ამ რეალობის დემონსტრირებაა და ხა ამ რეალობას სხვანაირად ვერ ფარავენ და ეხლა ორი რაღაცა დარჩათ ერთი რომ აი ამ საკუთარ შვილებს დაერიოს და დემონსტრაციულად გააკეთოს იმის ჩვენება რომ აი ქართული ხალხო ოღონდ მე შემენა ჩვენ ძალაუფლებაში და ამ სხვებს შემოგწირა ჩემი შვილების სახით და ნუ ღარიბაშვილი ასე უსიტყვოდ რაღაცა დათანხმდა ხა საპროცესო გარიგება რო თქოს ვიფიქრეთ რომ ეთყობა არ დაიჭერენ თქვა აღმოჩნდა რომ ხა 5 წელი უნდა ჩაჯდეს ციხეში და ეს ხმის ამოუღებლად არც არაფერს აპროტესტებს ეს თან ბრალი წაუყენეს ისეთ რაღაცაში რის გამოც შეიძლება ნახევარი პარლამენტი დასაჭერი იყოს ხო ხა რომ აუხსნათ კარგად ჩვენს დასაჭერია ნახევარი პარლამენტი ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს რა ბრალი წაუყენეს რომ ანუ ღვინის ქარხანა ააშენა, ანუ ბიზნესი გააკეთა და ეს ბიზნესი საკუთარ სახელზე კი არ გააფორმა, მამის სახელზე გააფორმა და ეს აქვს ნახევარ პარლამენტ, იმიტომ რომ კანონით აკრძალულია თანამდებობის პირს კონდეს ბიზნესი ჩვენთან და ნახევარ პარლამენტარ ბიზნესმენებს ოჯახის წევრებზე აქვს გადაფორმა და მაშინ ყველა დასაჭერია, ამის გამო თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭერ, ხო? ანუ რას ნიშნავს ეს? არსებობენ თქვენი კოლეგები, რომელსაც ყველანი ყავთ აღმოჩენილი ფულის გათეთრებად, ანუ ლეგალიზება, ნუ იგივეა ფაქტობრივად. ხო, ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ხა ეს არაფერი შუაში არ არის, ეს ერთი კონკრეტული ეპიზოდი ღარიბაშვილების ამ რაღაცა საგიდან, რაღაცა ტარიელის სახელზე გაფორმებული ქონება არ არის ის რის გამოძი საქართველოს სამართლებრივი პროცესი არ არსებობს. რის გამოძია? იმიტომ რომ ის იყო აი მთელი ამ სინდიკატის ხელმძღვანელი. არ ვიცი ხა ეს მე არ მგონია რომ ივანიშვილის უჩუმრად ხდებოდა, მაგრამ ალბათ მადა და აპეტიტი ამ ხალხის გაიზარდა ამ პერიოდში და იყო რაღაცა შემოსავლები, რომელსაც ივანიშვილს უმალავდნენ, რომლიდანაც წილს არ აძლევდნენ ივანიშვილს. ივანიშვილი ეკაცია ხა, კაი კაცი კი არ არის, რამე კი არ შეიცვალა ამ ხალხში, კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის კორუფციის სათავე, კორუფცია არის modus operandi. სხვანაირად ამათ არსებობა არ შეუძლიათ ხოცობა, პირველივე დღიდან ხელისუფლებაში მოსვლის დღევანდელ დღემდე დღას კორუფციას და ამ კორუფციის სათავე, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილი და მასთან რაღაცა რაოდენობის ფული ალბათ არ მივიდა და ამას იმაშუება, რა ქვია, ამის გამო იყო ეს ყველაფერი. ხა ღარიბაშვილი კიდე სწორად ახსენე შენ ეს კონკრეტული кейსი, რომელიც აბსურდულია, რის გამოც მიესაჯა ეს ყველაფერი ერთი, მაგრამ ამის მიღმა ხო ჩვენ რა აღმოაჩინეთ, ხო? ის ადამიანები, რომლებიც მისი ხელმძღვანელ
მმართველობის დროს იკავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს, აგრეთვე ინკრიმინირებულები არიან ერთი საქართველოს შეერაღებული ძალების იმის რა ქვია ულუფის ჭამაში და იქიდან ფულის კეთებაში და იმათ რომ ჩვენ ჯარისკაცებს რომ უნდა მომსახურება სამეცნიერო მომსახურება ქონოდეთ იქიდან ფულის მოპარვაში მეორე ნაწილი ლილუაშვილის სახით ბაგაბაღის აღსაზრდელების ფულს იპარავდა მესამე ნაწილი იმას რა ქვია კიდე რაღაცა კოლ-ცენტრების მფარველობდა რომელიც ყლიფავდა ამ ევროპელ პენსიონერებს აი ამის ხელმძღვანელობა არის აი ეს არის უბრალოდ ისეთი მე მგონია რომ თავს ვერ დავდებ არ ვიცი შიგნით რა ხდება მაგრამ რეალურად მგონია რომ ისეთი ამბები მიმდინარეობს შიგნით რომ აი ეს აღარ მიმალებოდა ეგ არის ხო რამაც ვამბობ რომ ამის გამო კიდევ ვიმეორებ ერთხელ ნახევარი პარლამენტი დასაწერია მაგაში გამო არ გაწირავდა არ არის მაგის გამო აი ამ ყველაფრის გამო რაც არის და ღარიბაშვილის ასე ჩუმად არ დათანხმდებოდა ხო ამის გამო 5 წელი სისხლში ჩასმას საუბარი არის იმაზე შეიძლება იყოს რომ რაღაც ისეთი საშინელებები აქ ჩადენილი შეიძლება და ისეთი კორუფცია შეგახვა ისეთი საქმეები დაულაგეს წინ რომ ამაზე ღარიბაშვილი სიამოვნებით დათანხმდა რომ მარტო ამ ბრალს უწამიყენებდა სხვას არა არ ვიცი ნუ ეს როგორც ვერსია ისე ვამბობ ახლა ძალიან სარწმუნო სწორი ვერსია არის რომელიც არის ძალიან ისეთი ბევრი რაღაცის ახლა 5 წელი და 7 მილიონი წაართვეს რომელიც სახში ქონდა მილიონი კიდე გადასახდელი აქვს და მანქანები და რაღაცები და ისე შემდეგ. ჩემთვის ეს არის საბჭოთა, ხო, გაკულაკე, აი ეგ უნდა მეთქვა რა. გაკულაკებაა ეს არის, აი, რა ვიცი, ისტორიიდან გვახსოვს, უახლოეს საქართველოს ისტორიიდან, აი რაღაც შევარდნაძე ახალგაზრდა ცეკას მდივანი რო გახდებოდა, ჟავანაძის ხალხს როგორ მავნებობქმედებებთან და ის დაიჭერდა და ის როგორ ისე ისევის კაცია ვიცი ხო? იქაც ხო ისევის ხელისუფლება იყო ეხლა რა ჟავანაძის ო შევარდნაძის ჩაანაცვლებდა, ეგ იმას ხო ნიშნავდა რომ საქართველოს გასაბჭოება დაასრულა. აქ ადგილზე თავისით მაინც იღებდნენ რაღაც გადაწყვეტილებას ხო შიგნით როგორ ემოქმედათ არა, პარადიგმა ეგ არის. ივანიშვილი მაგ პარადიგმის კაცია, მე რა, ანუ ხო, ივანიშვილი ეგრე უყურებს ძალაუფლებას, იმ დროის კაცია, იმ დროს მისტირის, რაღაც საბჭოთა რომანტიზმი მისთვის არის აი ესეთი ჩვეულებრივი ამბავი და აი ამ სტილშია ეს ყველაფერი, რომ ვითომ რაღაცა, ვითომ დემონსტრაციულად ახალი ის რომ მოვა, ცეკას მდივანი, ძველი ცეკას მდივანს და მის ხალხს მოსვავს ერთ ადგილას, როგორც უყარდათ მაშინაც თქმა და ამის წინაშე ვართ ივანიშვილის კარზე ეს რაღაცა მიკრომოდელი საბჭოთა ბიუროკრატიული მართლობის გადმოღებულია და ამას ვადევნებთ თვალყურს სინამდვილეში და ამის პარალელურად ხდება უბედურება ამის პარალელურად უახლოესი 10 წლის მანძილზე სწორედ აი ამ ქმედებების გამო სწორედ ენდემური კორუფციის გამო სწორედ უპასუხისმგებლობა და უგუნური პოლიტიკის გამო სწორედ აი ამ აღვირახსნილი ფულის ხაპვის გამო და აპეტიტის გამო რომელიც ივანიშვილს და მის დამქაშებს აქვთ საქართველოს მოქალაქეებს გაუორმაგდათ 10 წლის მანძილზე პურის საფასური, გაუსამაგდათ ხორცის საფასური, გაუორმაგდათ ზეთის და ცხიმის საფასური, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. რითიც სულდგმულობს ადამიანი და არსებობს ფულის ბეჭდვა იქნებოდა ეს ერთის მხრივა, მეორეს მხრივ ეს იქნებოდა გადასახადების უაზროდ მატებამ, აქციზების უაზროდ ზრდამ საწვავზე, ეს იქნებოდა დედოლარიზაციის თუ რაღაცა მსგავსი სიგიჟეების ეგიდით ისეთმა უგუნურმა ნაბიჯებმა, რომელიც ეს ქვეყანა მიიყვანა აქ რომ გაუსაძლისია ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა კატასტროფულ მაჩვენებელს დამოკიდებული საქართველოს ისტორიაში დეკემბერში 2025 წლის პროდუქტების ფასი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სუფრაზე ასეთი მწირი არ ყოფილა ხო და მაგას არ გამოაცხადა რომ დავიჭერო ყველასო და ეხლა უბედურება მეორე უკიდურესობაში გადავარდებით ცოტა ხანი შეიძლება ტალონები დაჭირდეს არც მაგი არ იქნება პრობლემა ტალონებიც მაგ რომანტიკის ნაწილია რომელშიც უნდათ რომ ეს ქვეყანა დააბრუნონ აი ამ რაღაც ჯოჯოხეთურ იზოლაციაში მაგრამ რა ვიცი ციხით რომ დაემუქრები იმის შემომდას, ნივრის შემომდას, აღარ შემოვიდა ზმავის ნიორს მეც. მაგით რომ დაემუქრები, აღარ შემოვა. რომ გამოდიდა უტიფრად იძახის, რომ საფრანგეთში ორჯერ ნაკლები მოგება აქვთ. კი, ორჯერ ნაკლები მოგება აქვთ. საფრანგეთში სასამართლო აქვთ ფრანგებს, რომელშიც წავა და იდავებს თუ რამე არის. ამ ხელა რისკზე არ მიდის ბიზნესში რომ მიდის, ამ ხელა რისკზეც ქართული ბიზნესმენი მიდის. როცა საქართველოში არის, სასამართლო ამას არა, კორუფციის წილი უნდა იხადოს, ყველაფრის ფაში კორუფციის წილი უნდა ჩადოს. რა იქნება ხვალ არ იცის ისეთ არასტაბილურ გარემოში არის. ვისთან ვაჭრობას აუკრძალავენ არ იცის და აი ასეთში უნდა იარსებოს და აღარ იარსებებს ეს კაცი. წავა და საქართველოს ბიზნესს არ გააკეთებს და ხვალ გაჩნდება დეფიციტი. ან პლანტას პროდუქტი, რომელიც ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც 4-ჯერ უფრო ძვირი არის ვიდრე იმპორტირებული პროდუქტი, თელ ბაზარს ის დაფარავს და აქამდე თუ მარტო ხორცი ქონდა გაძვირებული, შაქარი, კარაკი, რავი, 4 მაგი ფასის გადახდა მოუწევს ადამიანს ბოსტნეულში და ბოლოს ეს ყველაფერი დამთავრდება ჯოჯოხეთით. მაგისია, ბლავ და კაცო, მაგისია. ყველაზე ძვირი პლანტაიზაცია უნდა
არ ყველაზე ძვირიღის რაღაცა ასტრონომიული სხვაობაა თან ამ ფასებში და არ გამოვა ძმაო, კაი, შეიძლება კარგად იყოს ნაწარმოები, კარგად გაკეთებული იყოს, დაფასოებული არის, მაგრამ არა აქვს საქართველოს მოქალაქეებს მინდა რომ, ავიც თუ სურპრიზია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, არა გვაქვს ქართველებს მაგდენი ფული, რომ ყოველდღე პლანტას მოსწრეული ჭამოთ. არ არის. არ არის ეს ფული. ხალხი სულს ღაფავს და 20 ლარით მოუმატა ისა რა ქვია, პენსია, მერამ 20 ლარით მოუმატა პენსია და თვითონ ეს კასტა შეგონე სადმე წავიდა? აი ეს რომეო მიქაუტაძის და მისი ცოლის მსგავსი ხალხი. შეგონე სადმე გაქრენ? ანუ ერთია რომეო. რამდენი რომეოა ქართულ ბიუროკრატიაში, ბიუროკრატიულ ელიტაში? აი, დავფიქრდეთ უბრალოდ, რამდენი რომეო და ჯულიეტა არის ამ ხალხისნაირი. რამდენი ხალხი ხაფავს ამ ქვეყანას? სახელი თელესოფლიოში რაღაცა სიყვარულთან ასოცირდება. ჩვენ და კორუფციასთან ასოცირდება.